გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ თინა თინრუხაძე და ეს ჩემი პერსონალური ვლოგია CEO-ს ამბები, CEO Tales. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს პირველად შემომიერთდით და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც უკვე რეგულარულად მადევნებთ თვალყურს. დღევანდელ ეპიზოდს გადავწყვიტე დავარქვა მინდა იყო რეალობა. ალბათ სათაურიდან უკვე ხვდებით, რომ გაგიზიარებთ ისტორიას, ამბავს იმის შესახებ, როგორ შეიძლება ძალიან გამოცდილი მენეჯერები მოხვდნენ თავიანთი საკუთარი სურვილებისა და ილუზიების ტყვეობაში. რამდენიმე დღის წინ მე მქონდა ბიზნეს ლანჩი ჩემს ძველ ნაცნობთან, საქმიანი ურთიერთობიდან შეძენილ მეგობართან, ძალიან წარმატებულ მმართველთან, რომელმაც გამიზიარა თავის გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მან გაათავისუფლა თანამშრომელი ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციიდან, რომელზეც ეს კანდიდატი, ეს თანამშრომელი დანიშნა რამდენიმე თვის წინ. და საუბრისას მითხრა, რომ აი რამდენიმე დღის წინ რომ დაგინახე, რაღაც ღონისძიებაზე გადავიკვეთეთ, უცბად გამახსენდა ყველა შენი სიტყვა და პროგნოზი ამ კანდიდატთან დაკავშირებით, აი ზუსტად სიტყვით ისე მოხდა, როგორც შენ მითხარიო. ამაზე ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ ვითხარი, რომ ნეტო მეთქი ჩემი თავისთვის მომეცა ესეთი ჭკვიანური რეკომენდაციები, იმიტომ რომ მეც იგივე დამემართა მეოთხარი ბოლო პერიოდის განმავლობაში, აი ზუსტად ასეთივე შეცდომა დაუშვი და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვისაც ამ გადაწყვეტილების შედეგები თქო. მოკლედ დავიწყეთ საუბარი ამაზე და მსჯელობა იმაზე, რომ როგორ დაგვემართა ეს შეცდომა, რა იყო ამის მიზეზი, რაც ყველაზე მთავარია, როგორ შეიძლებოდა მომავალში გაგვეკეთებინა ასეთი შეცდომის პრევენცია. რადგან ის შედეგები, რაც ამ ჩვენმა გადაწყვეტილებამ მოიტანა, ინდივიდუალურ დონეზე იქნება ეს ჩვენი ემოციური თუ იმ კანდიდატის, ვინც დავნიშნეთ, მისი მდგომარეობა, ასევე ძალიან დიდი ზეგავლენა, ნეგატიური ეფექტი მოიტანა ამ გუნდზე, რომელშიც იყო ეს ადამიანი და მოგვიწია დამშვიდობება და შედეგების თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, არ იყო სასიკეთო შედეგები ორგანიზაციისთვის არც ერთ შემთხვევაში. ამაზე ფიქრი და მსჯელობა რომ დავიწყეთ, პირველი ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც ჩვენ აღმოაჩინეთ, იყო ის, რომ ჩვენ გქონდა უდიდესი სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გვეპოვა ადამიანი პოზიციაზე, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ამ ფუნქციების შეთავსება დროებით, რაც ძალიან არ გვინდოდა. ანუ ეს შინაგანი мотиваცია, რომ ჩვენ გავთავისუფლებულიყავით, ან ჩვენ არ აგვეყო ეს პასუხისმგებლობა, იყო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქვე შემოდის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ოღონდ ეს უკვე ობიექტური ფაქტორი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ადამიანის მოძიება, თანამშრომლის მოძიება, რომელიც ყველა იმ თვისებებით, ცოდნით და უნარებით არის აღჭურვილი, რაც ესაჭიროება პოზიციას, ნამდვილად არ არის მარტივი საპონელი შრომის ბაზარზე. ანუ ერთის მხრივ სურვილი, მეორეს მხრივ ობიექტური რეალობა, რომელიც და სიჩქარე, შინაგანი სიჩქარე, რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ეს ამბავი, ეს იყო მთავარი მიზეზები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ჩვენი სურვილის ტყვეობაში იმდენად ვიყავით, რომ არა მარტო ჩვენ დავიჯერეთ, რომ ის ვინც ჩვენ შევარჩიეთ ეს კანდიდატი, იქნებოდა საუკეთესო ამ კონკრეტული პოზიციისთვის, არამედ თვითონ ამ კანდიდატსაც, ესე იგი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მას დაეჯერებინა, რომ ის იყო საუკეთესო კანდიდატი პოზიციისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა 100% ჩვენზე არ მოდის, მაგრამ დიდი წვლილი ამაში ნამდვილად მიგვიწვის. ეხლა როგორ მოხდა ეს, რატო დავიჯერეთ, ხო, რომ რატო ვერ ვხედავდით, არ გქონდა ობიექტური შეფასება. ძალიან საინტერესო მოვლენა ის არის, რომ ორივეს გქონდა სადღაც აი აქ კეფაში ესე ვიტყვი ხოლმე, ამის შეგრძნება, რომ რაღაცას შეცდომას აქ ვუშვებთ. გარდა ამისა, ანუ შინაგან ხმას ჩვენ არ მოусმინეთ არავის, ვინც გვეუბნებოდა, რომ ჩვენ შეცდომას ვუშვებდით. და აი რაღაცნაირად თვითონ დაბნელებული რო ხარ შენი სურვილით, რომ აი სხვა გამოსავალი არ არის და რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. აი ესეთი მდგომარეობა აღწერეთ ფაქტობრივად ორივემ და
ამისი ესე ფსიქოლოგიაში თუმე არსებობს ასეთი ფენომენი, ამას ქვია მოტივირებული მსჯელობა და დამამშვიდებელი სიმართლე. ძალიან საინტერესო ფენომენი. ანუ, როდესაც შენ მთელი რეალობიდან ირჩევ იმ მოცემულობას, რომელიც შენ სურვილს შეესაბამება და ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც შენ გინდა და უგულვებელყოფ ყველაფერს, რაც არ შეესაბამება ამ რეალობას. და შედეგად იღებ არა ობიექტურ სიმართლეს, არამედ დამამშვიდებელ სიმართლეს. მოკლედ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო ამაზე, მე ვფიქრობ, გაკვეთილი, რომელიც აქედან გამოვიტანე, აი სამი რამ შემიძლია გაგიზიაროთ. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების პროცესში ეხება ეს ადამიანს თუ ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას, ახალი ოფისის გახსნას, ახალი ბიზნესის დაწყებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა დიდ გადაწყვეტილებებზე მაქვს საუბარი, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდეს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა დონის სურვილი გვაქვს შიგნიდან. თუ ეს არის ძალიან მძაფრი გამოხატული სურვილი, ალბათობა იმისა, რომ ჩვენ აქ რაღაცა ილუზიას და სიმართლეს დავამახინჯებთ, იზრდება და ობიექტურ რეალობას დავამახინჯებთ. ანუ უკვე ეს ცოდნა მე ვფიქრობ, ბევრჯერ დამაფიქრებს მომავალში, რომ ჩემი სურვილი შეიძლება მიმახინჯებს რეალობას. მეორე ძალიან საინტერესო, მე ვფიქრობ, დასკვნა აქედან ის არის, რომ მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ დამხმარე ინსტრუმენტი. მას მე რაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი სურვილის გამო შეიძლება ილუზიაში იყოს, მინიმუმ დაშვებას გავაკეთებთ, რომ შეიძლება ილუზიაში ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ ობიექტური საზომები. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა შინაგან ხმას უნდა მოусმინოთ, მაგრამ ობიექტურ საზომს რას გულისხმობ? მაგალითად, გავაკეთოთ გადაწყვეტილებისთვის, მაგალითად ამ კანდიდატისთვის პარამეტრები, ხო, ამ პოზიციისთვის, რომ ჩამოგვეწერა ობიექტურად პარამეტრები და ჩვენი შერჩეული კანდიდატის შეფასება გაგვეკეთებინა, ალბათ უფრო უკეთ დავინახავდით ამ რეალობას. სხვების მოსმენა, რომელიც არ არის ჩართული და დაინტერესებული ამ პროცესში და შეუძლია ობიექტურად მოგცეს შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო, მესამე რეკომენდაცია, მე ვფიქრობ, ასევე, ანუ შეცდომა შეიძლება ხვალაც დაგემართოს, მეც დამემართოს, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ამისგან არავინ დაზღვეული არ ვართ, მაგრამ მინიმუმ სწრაფი რეაგირების მექანიზმები უნდა გქონდეს მზად. ანუ არ უნდა მივიყვანოთ მდგომარეობა იქამდე, ანუ ამ სიტუაციაში მაგალითად რა გვემართებოდა, იცი, რომ როცა მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას, მე შენ შიგნიდან ხარ მოტივირებული, რომ ეს გამართლდეს, უდიდეს ენერგიას, აძლევ მხარდაჭერას, გინდა რომ ძალიან გაამართლოს ამ ყველაფერმა. სხვა შემთხვევაში მოგიწევს იმის აღიარება, რომ შეცდი, შენ შეცდი, ეს ადამიანიც დააზარალე რეალურად, ხო, ვინც დანიშნე, ორგანიზაციას დააზარალე და ამისი აღიარება არ გინდა. და შესაბამისად წელავ ამ გადაწყვეტილებას, სანამ ისეთი მდგომარეობა არ დადგება ორგანიზაციაში, როდესაც ამის მოთმენა უკვე აღარ შეგიძლია და მე ამას მოყვება უდიდესი ბრაზი და იმედგაცრუება, რომ აი როგორ არ მე ამდენი ჩავდი ამ ყველაფერში და ამ კანდიდატმა როგორ არ გაამართლა და სინამდვილეში შენ დაუშვი ეს რეალობა, შენ დახუჭე თვალი და შენ გაახანგრძლივე ეს პრობლემა, მოდი ასე ვთქვათ, და შეცდომის შედეგებზე პასუხისმგებლობა თანაბრად შეიძლება უფრო მეტადაც კი გეკუთვნის შენ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღე და ეს რეალობა დაუშვი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ ძალიან მოკლე პერიოდში, 3-დან 6 თვემდე პერიოდში შეაფასო შედეგები, წინასწარ დათქმული უნდა იყოს წარმატების საზომი ამ კონკრეტული კანდიდატისთვის, რა შეიძლება იქნას მისგან, რას ითხოვ მისგან, რა შემთხვევაში შეფასდება მისი შრომა წარმატებულად და აი აქ უკვე შედეგები თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის. იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილება დაგეხმარებათ, ნაკლებად დაუშვათ ასეთი შეცდომები, რაც ჩვენ დაგვემართა. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის, თუ მოგწონთ ჩემი ვლოგი, გთხოვთ, გამოიწეროთ, დააჭიროთ subscribe-ის ღილაკს. მე ძალიან დამეხმარება ჩემი ვლოგის პოპულარიზაციაში. დიდი მადლობა და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.